უპები დაპატიჟეს დაბადების დღეზე. და მივიყვანე ეს ბავშვები სადღესასწაულო ცენტრში, დავტოვე, გამოვიქეცი იქედან და ანა წავიყვანე ინგლისურზე დავტოვე, შემდეგ ავბრუნდი სადღესასწაულო ცენტრში, თეკლა წამოვიყვანე, ცეკვაზე დავტოვე, შემდეგ მე და სანდრო გავიქეცით, ანა გამოვიყვანეთ ინგლისურიდან და მოვიყვანეთ სახლში, მერე მოვიყვანეთ თეკლა, მერე ისევ ანა წავიყვანე მუსიკაზე და საღამოს მოკლედ ყველანი ერთად შევგროვდით და უკვე იმ მდგომარეობაში ვარ, რომ მეტყველების უნარი დაკარგული მაქვს, თვალები ამოტრიალებული ვზივარ და ვუყვები ამ ყველაფერს ჩემს ქმარს და იმისგანაც მესმის რაღაც თანაგრძნობით სავსე სიტყვები, შეწუხებული სახე აქვს მიღებული და როგორ დღეში ხარო, როგორ დაგეხმარო მეუბნება და უცებ ამ ყველაფერს აგრძელებს ფრაზით, რომ კი მარაო, ამას წინათო იუსტიციის სახლშიო, საბუთები რო ჩააბარე, ისევ დოკუმენტიო უკეო მზად იქნებაო და რა ვერ გამოიტანეო. და მომენტალურად ერორი რომ დამეწერა სახეზე და მეტყველების უნარი რომ დამიბრუნდა სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და ყველა სოციალურ ქსელში ერთი დღით დამბლოკა. ხალხო, რატომ არ გამოიტანეო დოკუმენტი, რომელსაც დღეს გამოიტანდი თუ 2 კვირის მერე დიდად არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა?